გოგებაშვილის ქუჩის მოსახლეობას როგორც თავად ამბობენ, ცხოვრება მძიმე პირობებში უწევთ. გზა, წყალი, კანალიზაცია მათთვის ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემაა. გჭირდება აუცილებლად წყალი, რომელიც გააკეთეს, გაიყვანეს მილები და გამომხმარია წვეთი წყალი არ გატარებულა ჯერში და გჭირდება გზა, იმიტომ რომ იმ მილების გათხრის შედეგად მოსწეს ასფალტი. სანიაღვრე გზა, არც სანიაღვრე სისტემა არ აგვაქვს და პლუს ამას ბავშვობიდან ვცხოვრობ ამ სახლში, ჩემ ხელში აშენებული სახლია და ჩემ ქუჩაზე გავიზარდე, არ აგვაქვს კანალიზაციის სისტემა, რომ ნარეცხი წყალი გაუშვათ სადმე ხალხმა. არ ვიცი, საერთოდ რა ეშველება ამ არ ვიცი. არ ვიცი. ყველა ჩემ მეზობელს აწუხებს ეს ამბავი. ყველა ვითხოვთ წყალს, გზას და სანიაღვრეებს. კანალიზაციაზე რომ ვილაპარაკოთ აზრი არ აქვს. მე მგონია რომ არავინ არ არის მაგის გამკეთებელი, მაგრამ ვინც რამდენიც არ უნდა ვიყოთ, რა მნიშვნელობა აქვს, არავის არ გვაქვს აქ. ეს გზა არის დამაკავშირებელი სოფლებთან ზემოთ. პლუს დარბაზი გვაქვს, პლუს სასაფლაოა, სასაფლაოს ქვების ცეხია, ყველაფერი ამ ქუჩიდან გადადის. და ეს ერთი ქუჩა არის დატოვებული მარტო, ყველა ქუჩები გაკეთებულია. მარტო ჩვენი ქუჩა არის დარჩენილი. ყველაზე მთავარი ქუჩა. ყველა მიკეთილი ინებოდა გააკეთონ. თუ არა იქ ჩამოვალთ და დავჯდებით სულ ყველა მერიაში. 21 საუკუნეში ალბათ არ უნდა ქონდეს გზაზე და წყალზე საუბარი. ახლა მანქანი რამდენი უნდა ვწიგოთ? კაი დასალოთ და ტაჯგით. და ახლა მოსაწესრიგებლად თავისთვის, ფეხისთვის, ხორცისწყებია და ჩვენ ადგილზე რომ თავრობა 10 წუთით რო იმყოფოს, თავი ალბათ საშინელება იქნება უწყლოდ, როგორც ჰიგიენური დაბანვა გინდა, სარეცხის და რაღაცა ქალური და ოჯახში წყალი ჩიდება. ეს გაუსაძლისი მდგომარეობა გვაქვს ჩვენ გოგებაშვილის ქუჩაზე და თხოვნით, მოთხოვნით, რა ვიცი, რა უნდა ვქნათ, ალბათ უნდა გავიკეთოს, იმიტომ მოთხოვნა არის ეს და ჯერ იმხელა ქუჩა არის, სასაფლაო გვაქვს, ცენტრალური სასაფლაოა, ეკლესია გვაქვს, დარბაზი გვაქვს. წყლის პრობლემა არის უპირველესი რა, წყლები მოიყვანეს. შლანგები ჩაყრილია ყველაფერი, მაგრამ არ ჩაირთო და ეხა 40 გრადუს სიცხეში რომ დასაბანი წყალი არ გექნება, თან ბავშვიანი როცა ხარ და ბავშვიც რო არ იყოს საშინელი მდგომარეობა რა, სიცხეა ძალიან და ვერ ბანაობ. დასალევი წყალი რომ უნდა მოიტანო, დასაბანი წყალი უნდა მოიტანო და რამდენი გეყოფა ხო პატარა ბავშვი როცა ხარ და ეხა ჭებიც აქვს, მაგრამ ნუ ამ პერიოდში წყალი ჭას დამშრალია, ჭას არ არის. და გზაც ეხა რა გზაზეც შემოხვედით, როგორ შეიძლება ცენტრალური გზიდან გადმოსასვლელი იყოს ასეთ მდგომარეობაში. ამავე ქუჩაზე ცხოვრობს ასევე ოჯახი, რომელსაც აღნიშნული პრობლემის გარდა არც ბუნებრივი აერით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს და დახმარებას ამ ხრივაც ითხოვს. აკეთებდნენ, მოიყვანეს შუაგზაში და იქით მარტო ერთი გლეხი ცხოვრობდა, იქაო სხვა ტრუბა უნდა, რომ უნდა ის ტრუბა თავრობამ მიმიყვანოს იმ ჭიშკრამდე. ჭიშკრის იქ მე ვიხდი მე. ეს 400 ლარი ვეღარ გადავიხადე, პენსიონერი ვარ. ვეღარ გადავიხადე ეს 400 ლარი. ეს გზები გააკეთონ, იქ მე გამიკეთეს გზა, მაგრამ ეს სულ არ წყალი მეტი რაც ყველას ის მაგ, მაგრამ ამათ გაზი აქვს, მე არა მაქვს. წლებია ბალონზე ვარ, იმიტომ რომ ვეღარ ბევრჯერ დავწერე განმარტების განცხადება, ორჯერ დავწერე უკვე. ის ტრუბა არ გამიკეთეს და კევა არის, მე ვერ ვიყიდე ეს 400 ლარი, მე ვერ მივეცი. უნდა გააკეთონ 35 მიანი და 24-იანს გაიკეთებთო, კი მეუნებიან 24-იანი ერთ წელიწად ჩავთავ და ამ ხელა ორსართულიანი სახლი რომ აქ იმას გათბობა ხო უნდა ზამთარში. მოსახლეობის პრობლემებს ისმენ და ლეიბორისტული პარტიის ესტაფონის ორგანიზაციის თავმჯდომარე. თავისი პოზიცია კახა კვერეხაძემ სპექტრთანაც დააფიქსირა. რამოდენიმე წელია მარტო ამ ქუჩის პრობლემა კი არ არის, გოგებაშვილის ქუჩის პრობლემა არის და მთელი ესტაფონის პრობლემა არის აი ეს გზა, რომელი გზაც თვითონ აქ ადგილობრივი მაცხოვრებლები შეკრებილები არიან, გარკვეული მასა არის შეკრებილი, მაგრამ ბევრი კიდევ სამუშაოზეა გასული და ვერ მოვიდნენ. მე ამ ხალხმა ვთხოვეს გვერდით დავდგომოდი და აი ამათი გულისწყივილი გამეზიარებიან და მიმეტანა აი იმასაც, როცა ჩვენი ადგილობრივი ხელისუფლება მოკალათებული არის გრილად კონდიციონერ კაბინეტებს გარეთ არ გამოდიან. მე არავითარ საარჩევნო კამპანიას არ ვაწარმოებ, ჩემი პარტია საერთოდ არ გებულობს ადგილობრივი მმართველობის არჩევნებში, მე უბრალოდ ვუდგავარ ამ ხალხს გვერდით. ამ ხალხმა ვთხოვეს და გავაკეთოთ ის, რაც არის გასაკეთებელი. აი ამ უგნურ ხელისუფლებას, რომელმაც ნეპოტიზმის ჭაობში არის ჩაფრული და არაფერს არ აკეთებენ და ტენდერები და იმას ივიცით როგორ არის და ეს ერთი ქუჩის გაკეთება რა გახდა, როცა აი ჩაიძის ქუჩის შემოსასვლელიდან ტეთამდე, რომ ნორმალურად მიცვალებული ვეღარ მიგვისვენებია და ბავშვები ვერ გამოსვლენ ქუჩაში, მტვერში და ნაგავში იხჩობიან.
აღნიშნული პრობლემების თაობაზე ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის სამსახურს მივაკითხეთ. მოგვცეს წერილობითი პასუხი, სადაც ხაზგასმულია, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აწარმოებს 24 საათიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფის სამუშაოებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ქსელის მოწყობის სამუშაოებმა დააზიანა საავტომობილო გზები, მათ შორის გოგებაშვილის ქუჩაზეც. ამ ეტაპზე მიღებული ინფორმაციით მუნიციპალიტეტის მერია საპროექტო სახარჯთაღრიცხვა დოკუმენტაციას ამზადებს, რის შემდეგაც უახლოეს მომავალში დაიწყება ქუჩის რეაბილიტაციის პროცესიც. 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიების რეგისტრაცია დასრულდა. ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად სულ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 17-მა პარტიამ მიმართა, მათგან 3-ს რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, ვინაიდან მათ ვერ დააკმაყოფილეს კანონით დადგენილი მოთხოვნები. პოლიტიკური პარტიებისთვის შემდეგი ეტაპი მოიცავს პარტიული სიების, მაჟორიტარი და მერობის კანდიდატების წარდგენას, რომელსაც პარტია შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგენს არაუგვიანეს 4 სექტემბრისა, რის შემდგომაც დაიწყება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმებისა და შემდეგ უკვე რეგისტრაციის პროცესი. ზესტაფონის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იმ პროცედურებზე საუბრობს, რომელიც არჩევნებში მონაწილეობით დაინტერესებულ პოლიტიკურ სუბიექტებს ეხებათ, ის ასევე გარკვეულ ინფორმაციას აწოდის ელექტორატსაც. 2025 წლის 4 ოქტომბერს იმართება მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები. ამომრჩევლები ირჩევენ როგორც საკრებულოს წევრებს, ასევე მუნიციპალიტეტის მერს. რაც შეეხება საკრებულოს, ტარდება ორი სისტემით, ეს არის პროპორციული სისტემა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა. პროპორციული სისტემით მოქალაქეები, ამომრჩევლები აირჩევენ პოლიტიკურ გაერთიანებებს, საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც შესაბამისი წესით დარეგისტრირებული არიან ცესკოს მიერ, ხოლო მაჟორიტარულ სისტემას რაც შეეხება, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში შექმნილია 21 ადგილობრივი ერთმანდატიანი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, რომელშიც რეგისტრაციის უფლება აქვს კანდიდატებს როგორც პოლიტიკური გაერთიანებიდან, ასევე საინიციატივო ჯგუფებს. ვადებს რაც შეეხება პოლიტიკურ გაერთიანებებს აქვთ კენჭისყრამდე არაუგვიანეს 30 დღე რეგისტრაციისა, ხოლო საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის ვადა არის კენჭისყრამდე არაუგვიანეს 57 დღე, ანუ ეს არის 18 აგვისტო. ამ დროისთვის ზესტაფონის საოლქო საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირებულია ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატი, კონკრეტულად ნომერ მერვე ზოვრეთის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. საკრებულოს შემადგენლობას რაც შეეხება არის პროპორციული საარჩევნო სისტემით 4%-იანი ბარიერი და 4%-იანი ბარიერ გადალახული პარტიები გაინაწილებენ შესაბამის მანდატებს. მე მინდა აქცენტი გავაკეთო ამომრჩევლებისთვის და განვმარტო როგორ შეეძლებათ მათ არჩევნებში მონაწილეობა და ხმის მიცემა. იქნება კომპოზიტური ბიულეტენი, ანუ ერთ ცალ ბიულეტენზე იქნება 3 სვეტი, შესაბამისად ამომრჩეველი ერთ ბიულეტენში აირჩევს როგორც პროპორციულ, ასევე მერს და ასევე მაჟორიტარს. 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნები ტარდება ზუსტად იმ სისტემით, როგორც ჩატარდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საკრებულოს შემადგენლობა დარჩება ზუსტად იგივე, 21 მაჟორიტარს დაემატება 15 პროპორციული სიით არჩეული წევრი და შესაბამისად შეავსებენ საკრებულოს. რაც შეეხება საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებას, 5 წევრს ირჩევს საუბნო საარჩევნო კომისიისა 3 ხელმძღვანელ პირთან ერთად თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი საოლქო საარჩევნო კომისია, ანუ სულ 8 წევრს ირჩევს. რაც შეეხება დანარჩენ 5 წევრს, ნიშნავენ პოლიტიკური პარტიები, რომელთაც უფლება აქვთ კანონის შესაბამისად დანიშნოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები. დღეიდან 15 აგვისტოდან ოპიოდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა სრულად სახელმწიფოს მართვაში გადადის. უქმდება ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები და სერვის ყველა ბენეფიციარს სახელმწიფო მიაწვდის. ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო მიმწოდებელი ბენეფიციარებიდან საკმაოდ დიდმა ნაწილმა უმრავლესობა მიმართა სახელმწიფოს სერვისს და პრაქტიკულად ყველა მათგანი მომსახურების მიღებას მათ მიერვე არჩეულ სახელმწიფო ცენტრებში შეძლებს.
მინისტრის განცხადებით, თუ კი ვინმეს ჰქონდა სახელმწიფოსთვის მიმართვის ობიექტური დამაბრკოლებელი გარემოებები, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 22 აგვისტოს ჩათვლით გამარტივებული პროცედურების გავლის შედეგად ჩაირიცხონ სახელმწიფო პროგრამაში. 15 აგვისტოდან ეგრეთ წოდებული ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელებაზე მთლიანად იღებს პასუხისმგებლობას სახელმწიფო. ხოლო ჩანაცვლებითი თერაპიის ამ დრომდე მოქმედი კერძო ცენტრები წყვეტენ ფუნქციონირებას. უპირველეს ყოვლისა საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო მიმწოდებლების ბენეფიციარებიდან საკმაოდ დიდმა ნაწილმა, უმრავლესობამ მომართა სახელმწიფოს სერვისს და პრაქტიკულად ყველა მათგანი ხვალიდან შეძლებს მომსახურების მიღებას მათ მიერვე არჩეულ სახელმწიფოს ცენტრებში და ამას შეძლებენ უფასოდ. ასეთ პირთა რიცხვი აკახლავთ 1512. არიან ადამიანები, უნდა ვთქვათ, რომ დაახლოებით 100-მდე ადამიანის შემთხვევაში ვერ დაერთოთ ნება მომსახურების გაგრძელებაზე სხვადასხვა მიზეზთა გამო ცალკეულ პირებს. მაგალითად არიან ადამიანები, რომლებიც არიან არარეგულარული, არამედ ინციდენტურად ნარკოტიკების მომხმარებლები, ჩანაცვლებითი თერაპიით სარგებლობის საფუძველი ასეთ შემთხვევაში არ არსებობს. მათ შეეძლებათ, რომ ცალკე დამოუკიდებლად მომართონ სახელმწიფოს ცენტრებს და შესაბამისად გაიარონ შესაბამისი შემოწმება და ამის საფუძველზე იქნება მიღებული ინდივიდუალურად გადაწყვეტილება. მოგმართა ცალკეულ შემთხვევებში პირებმა, რომლის შესახებ ინფორმაცია შესაბამისმა კერძო დაწესებულებამ არ დაადასტურა. არის სამწუხაროდ შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე პირი რეგისტრირებულია სულ მცირე ორი კერძო მომწოდებლის ბენეფიციარად. ანუ ორ ადგილზე იღებდა ნარკოტიკულ საშუალებას, რამდენად ხშირია ასეთი შემთხვევები იმ პირთა შორის, ვისაც არ მოუმართავთ, ამის თქმა ჩვენ ამ ეტაპზე ნამდვილად არ შეგვიძლია. არის სხვა მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებიც, მაგალითად პაციენტის მიერ და ცენტრის მიერ მოწოდებულ ცნობებში სხვაობა დოზების შესახებ, მაგრამ ამ ეტაპზე დეტალურად აღარ შევჩერდებით ამ საკითხებზე. ვიტყვით მხოლოდ, რომ 100-ს არ აღემატება ასეთ შემთხვევათა რიცხვი, ვიმეორებ, რამდენად დიდია ასეთ შემთხვევათა გავრცელება კონტინგენტში, ვისაც არ მოუმართავს ჩვენთვის ამის თქმის შესაძლებლობა ჩვენ არ გაგვაჩნია. ახლა მინდა ვთხოვო თითოეულ ბენეფიციარს, რომელსაც მიღებული აქვს დადასტურება სახელმწიფოს ცენტრებში მომსახურების მიღების შესაძლებლობაზე, მიაქციონ ყურადღება ცენტრში მისვლის დროს და დაიცვან შესაბამისი ინსტრუქციები. მათ შორის, რა თქმა უნდა, იქონიონ პირადობის დამადასტურებელი საბუთი. იმ შემთხვევისთვის, თუ კი ვინმეს ჰქონდა სახელმწიფოსთვის მომართვის ობიექტური დამაბრკოლებელი გარემოებები, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომდევნო 1 კვირის განმავლობაში 22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში მომართვის შემთხვევაში გამარტივებული პროცედურების გავლის შედეგად ისინი ჩაირიცხებიან სახელმწიფოს პროგრამაში, ამ მიზნით ცვლილებები იქნება შეტანილი შესაბამის ნორმატიულ აქტში და ხვალიდანვე იქნება მათთვის ასეთი რამ შესაძლებელი. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ჩვენ უკვე გვაქვს საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ დავიწყოთ მუშაობა იმ პერსონალის დასაქმების საკითხის განხილვაზე, რომლებიც მუშაობდნენ კერძო ცენტრებში. ასეთ ექიმთა რიცხვი არის დაახლოებით 60, რასაც დაემატება, რა თქმა უნდა, ექთნების კონტინგენტი. და ბოლოს, აღნიშნული ეტაპის დასრულების შემდეგ გავაგრძელებთ მუშაობას ამ სფეროს შემდგომი რეფორმირებისთვის, რაც გულისხმობს საკმაოდ ფართო სპექტრს საქმიანობისა, კურნალობის წარმატებულობისთვის აუცილებელი ზომების დახვეწით დაწყებული, ინფრასტრუქტურული საკითხების მოწესრიგებით დამთავრებული. მინდა წარმატება უსურვო თითოეულ ბენეფიციარს, რომ მათ შეძლონ დაამარცხონ ის მძიმე სენი, რასაც ქვია ნარკოდამოკიდებულება.